გამარჯობა მეგობრებო, დღევანდელი ჩვენი ეპიზოდი მიეძღვნება კერძს, რომელიც არ არსებობს ადამიანს რომ არ უყვარდეს. თუ გიყვარს იტალიური სამზარეულო, გიყვარს ყველი, გიყვარს პასტა, გიყვარს ხორცი, ეს კერძი აუცილებლად უნდა გიყვარდეს. ეს კერძი მზადება ყველა იტალიურ ოჯახში და არსებობს იმდენი რეცეპტი, რამდენი იტალიელი ბებიაც არსებობს. ყველას აქვს თავისი ინდივიდუალური რეცეპტები, მაგრამ არსებობს ერთი კლასიკური და შეუცვლელი რეცეპტი. და არ ვიცი მიხვდით თუ არა, მაგრამ დღეს ჩვენ მოვამზადებთ და დავატრიალებთ ისეთ სურნელს, როგორც არ დატრიალებულა ჯერჯერობით სუფრის კოზის სამზარეულოში და დღეს მოვამზადებთ კლასიკურ ბოლონიური რაგუთი ლაზანიას. ამიტომ დავიწყოთ. როგორც მანამდე ვახსენე, დღეს გვექნება ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო ეპიზოდი იტალიური სამზარეულოს მოყვარულებისთვის. დღეს მოვამზადებთ იმას, რასაც დიდი ხანია უკვე ითხოვთ და მოვამზადებთ როგორც ვთქვით ლაზანიას. ეს იქნება კლასიკური, თან მოვამზადებთ ჩვენი ხელით პასტას, თან გავაკეთებთ ღრმა და უგემრიელისი გემოვებით რაგუს და ასევე ჩვენთან გავაკეთებთ ბეშამელის სოუსს. მოკლედ, მოიმარჯვეთ ინგრედიენტები, ეხლა ჩამოვთვლი და დავიწყოთ. რო არ დაიბნოთ ჩემო საყურებელი მაყურებლებო, ყველა ინგრედიენტი ჩამოვთვლით ცალ-ცალკე, ანუ ყველა ეტაპს ჩამოვთვლით ცალ-ცალკე და პირველი ეხლა ვაკეთებთ რაგუს, რადგან ყველაზე დიდი დრო ჭირდება მას დაახლოებით 3-4 საათი ჭირდება, რომ კარგად დაშრეს, დაჯდეს და გაუჯდეს გემოები. ამიტომ რაგუსის დაგჭირდება 60 გრამი პანჩეტა ან ბეკონი, ასევე დაგჭირდება 15 გრამი ზეითუნის ზეთი, 15 გრამი კარაქი, დაახლოებით 60 გრამი ნიახური, დაახლოებით 60 გრამი სტაფილო, 150 გრამი თეთრი ხახვი, ტომატის პასტა დაახლოებით 50 გრამი, 150 გრამი თეთრი ღვინო, 250 გრამი ღორის ხორცი და 250 გრამი ძროხის ხორცი და 9 ლიტრი ბულიონი ქათმის. პირველი დავიწყოთ ნიახურით. ჯერ დავჭას ჩხირებად, მოგრძო ფორმად, როგორც ვიდეოში ანაჩვენები და შემდეგ გადავიდეთ კუბიკებად დაჭრაზე. ეხლა გადავიდეთ სტაფილოზე. ჯერ გავასუფთავოთ, გავთავოთ და ისევ იგივე პრინციპით. ჯერ სტრიპსებად და შემდეგ კუბიკებად. ეხლა გადავიდეთ ხახვზე. ჯერ პატარა ტრიუკები, ხახვის დაჭრა უკვე უნდა იცოდეთ, ჩვენ გამომწერი ხარ, ამიტომ კარგად გადაგებე. ეს ჩვენი მირეპუა, ეს ეძახიან ამ სამი ბოსტნეულის კომბინაციას. ერთად რაღაც უნდა გაითვალისწინოთ, რომ ხახვი უნდა იყოს ზუსტად იმდენი, რამდენიც ერთად არის ნიახური და სტაფილო. ანუ 150 გრამი თუ არის ხახვი, დაახლოებით 150 გრამი უნდა იყოს ნიახური და სტაფილოს ნახევარ-ნახევარი, ანუ 75-75. მიდი არ დაიბნებით. ეხლა გადავიდეთ რაგუს მოზადებაზე. საშუალოდ გახურებულ ქვაბში ჩაასხით ზეთი, ჩააგდეთ კარაქი და დავიწყოთ ბეკონის ან პანჩეტას მოთუშვა. ხორცის ცხიმი კარგად რომ გადნება, დავუმატოთ მირეპუა და დავიწყოთ მისი მოთუშვა. დაახლოებით 15 წუთში ბოსტნელი რომ შეიცვლის ფერს, დავუმატოთ ტომატ პასტა და კიდევ 5 წუთი ვთუშოთ. 5 წუთის შემდეგ დავუმატეთ ღვინო და კარგად ამოაშეთ, როგორც ვიდეოში ანაჩვენები და შემდეგ დავუმატეთ ხორცები. ხორცის დაახლოებით 10-15 წუთი კარგად მოთუშეთ, რომ მოიბრაწოს და შემდეგ დავუმატოთ ბულიონი. ეხლა ჩვენ მარაგუმ უნდა იდუღოს დაახლოებით 3-4 საათი. ამიტომ სანამ დუღს, მანამდე გადავიდეთ და გავაკეთოთ პასტა, ხელნაკეთი პასტა და შემდეგ გავაკეთოთ ბეშამელის სოუსი. ეხლა კი პასტისთვის დაგჭირდებათ 300 გრამი ფქვილი, 3 ცალი კვერცხი და დაახლოებით 10 გრამი მარილი. სამოშოო ზედაპირზე გადმოყარეთ ფქვილი და გავუკეთეთ ჩაღრმავება, როგორც ვიდეოში ანაჩვენები. ჩაატეხეთ კვერცხები შიგნით ამ ჩაღრმავებაში, დავუმატეთ მარილი და დავიწყოთ მოზელვა. ნელ-ნელა ცემენტივით გარედან უნდა ავიღოთ ფქვილი და კარგად მოვზილოთ და საბოლოო ჯამში შეიკურება ჩვენი ცომაც. კი, კარგი არის ხელნაკეთი პასტა, მაგრამ ძალიან ბევრი ძალისხმევას მოითხოვს, დაახლოებით 15 წუთი უნდა ზილო, რომ კარგად გააქტიურდეს გლუტენი. მე ზოგადად უფრო მიყვარს მაღაზიაში ნაყიდი, იმიტომ რომ უფრო ნაკლებად მძიმე არის. ცოტა გამძიმებს უფრო ვიდრე ჩვეულებრივი პასტა. და რა ვიცი, თუ ცოტა გეზარება პასტის გაკეთება, შეიძლება რომ იყიდე ჩვეულებრივად, ამიტომ ანუ არაფერი ცოდვას არ ჩაიდე. პასტა დავაპლასტიკეთ და ეხლა 9 საათი უნდა შევენახოთ მაცივარში, რომ კარგად დაისვენოს და გააქტიურდეს გლუტენი. მანამდე რაგუს დუღს დაახლოებით 1-2 საათი კიდე დარჩა და ეხლა გავაკეთოთ ბეშამელის სოუსი, რისთვისაც დაგჭირდებათ. 9 ლიტრი რძე, 40 გრამი ფქვილი, 1 ცალი ხახვი, დაახლოებით 7-8 გრამი მარილი, დაახლოებით 1 გრამი მუსკატის კაკალი, დაახლოებით 40 გრამი კარაქი და 5 ცალი მიხაკის ხახვი გაასუფთავეთ გაჭერით შუაზე და ჩააჭედეთ შიგნით მიხაკის თავი. რძე ჩაასხეთ ქვაბში, ჩაყარეთ მიხაკიანი ხახვი და ავადუღოთ დაახლოებით 10-15 წუთი. შემდეგ გახურებულ ტაფაში ჩაუშვათ კარაქი და რომ აკაფდება დავუმატოთ ფქვილი. ასევე დავუმატოთ მუსკატის კაკალი და კარგად ამოურიოთ, რომ მივიღოთ პასტა. შემდეგ დავუმატოთ ის რძე, რომელიც მანამდე გავაკეთეთ და კარგად აურიოთ, რომ მივიღოთ ერთგვაროვანი მასა. კარგად რომ გაიხსნება ფქვილი, დავუმატოთ მარილი და შემდეგ გადავწუროთ საწურში, რომ არ გაყვეს კორკოშელები. ჩვენი ბეშამელი გამზადდა უკვე. ეხლა გადავიდეთ დავხიხოთ ყველი და ვხიხავთ დაახლოებით 400 გრამ მოცარელას და დაახლოებით 100 გრამ პარმეზანს და შემდეგ უკვე გავაბრწყელებთ პასტას და დავიწყებთ ლაზანიას აწყობას. რო გაკეთდება რაგუ. აქ თუ ვერ მიხვდით, ხეხავთ ყველს. ჯერ მოცარელას, შემდეგ პარმეზანს. ჩვენმა ცომას დაისვენა 9 საათი მაცივარში და ეხლა გავაბრწყელოთ. თუ გაქვთ საბწყელებელი პასტის ხო კარგი და თუ არა და შეგიძლიათ რომ უბრალოდ საბწყელებელითაც გავაბრწყელოთ. ამიტომ ეხლა განახევთ თუ როგორ ვაბრწყელებთ ჩვენ.
დაიწყეთ ყველაზე დიდ ზომაზე გამოტარება, ერთხელ გადაკეთეთ როგორც ვიდეო შენარჩუნები და შემდეგ ეს პროცესი გაიმეორეთ ორჯერ. და ნელ-ნელა ერთი საფეხური დავუწევთ ხოლმე სისქენ და გავაბრტყელოთ ჩვენი პასტა. ეს ჩვენი ლაზანიას პასტა და უნდა იყოს ისეთი, რომ სინათლეზე რო გაწევ, ხელი უნდა ილანდებოდეს შიგნით, რა ეგეთით ხელი უნდა იყოს. და ეხლა გავაკეთებთ კიდე შემდეგებს და ვიყურეთ. მერე მოვხარშოთ პასტაც. პასტა უნდა მოვხარშოთ ადუღებულ მარილიან წყალში. დაახლოებით 2-3 წუთი. რა გადავჩენე რომ ავაწყოთ ჩვენი ლაზანია და გამოვაცხოთ ღუმელში. გაახურეთ მანამდე 200 გრადუსზე თქვენი ღუმელები. საცხო ფორმაში პირველ ფენად ჩავუშვათ ბეშამელი, შემდეგ დავადოთ პასტა და შემდეგ ისევ ბეშამელი, მერე რაგუ, შემდეგ მოცარელა, შემდეგ პარმეზანი. ეს პროცესი კიდევ ერთხელ გავიმეოროთ, ბოლოს დავადოთ პასტა, შემდეგ დავადოთ ზემოდან რაგუ და ისევ მოცარელა და პარმეზანი და მზადაა გამოსაცხობად. და აი ესეც ჩვენი ლაზანია. შეგიძლიათ გემრიელად მიირთვით. ეს ჩვენი ლაზანია, გამოვიდა დაახლოებით 3-4 ფენა, არ მახსოვს რამდენია. ეხლა გადავაფარებ ხოლ გაზს, შევუშვებთ ღუმელში 180 გრადუსზე, ან 200 გრადუსზე, დაახლოებით 45 წუთი და ბოლო 10 წუთი კიდე მოვხსნით თავს, რომ ზევიდან მოიბრაწოს. ხოლმე დაგემოვნებს გადავვალთ, მინდა რომ შეგახსენოთ, რომ ყოველდღიურად ყვითელ თავსახურებიანი ხულების დაგროვება ისევ გრძელდება და აპლიკაციაში შეგიძლიათ შეიყვანოთ ისევ თავსახურის ქვეშ მოთავსებული კოდები. ტოპ 30-ში ვინც მოხდება 18 მარტს 12 საათზე დასრულდება ხულების დაგროვება და ტოპ 30-ში ვინც მოხდება მოიგებენ საქართველოს სომხეთის თამაშის ბილეთებს. ამიტომ ისევ ყურადღებით იყავით, ისევ შეგროვოთ ხულები და ძალიან კარგი საჩუქარი გელოდებათ. ხო და ეხლა გადავიდეთ დაგემოვნებაზე, რაც დამეხმარება ჩემი საბუნიე კაცი, დავუპატიჟებთ ჩვენ მას ლაზანიაზე. რომელზეც იძახდა დიდი ხანია თქვა დიდი ხანი ნაჭამი არ მაქვს ხო? ხო, და თითქმის აღარ მახსოვს გემო. ჩემი კოლეგით წარვდიახი დღეს. იქნება გასაჭა. პირველ რიგში გამოიყურება ძალიან მაგრა და ეს ზედაპირი აქვს ნიუ-იორკული პიცის ვიდზე, მომწვარი ყველი. რაღაცა დაგვიწერა რა ის აქვია. გონა იყო ერთი ჩანგალი გვაქვს და მეგონი მართლა ერთი ჩანგალი გვაქვს, იმიტომ აღარ პოულობს ხო დარაჯენებს. კი, ერთი ჩანგალი გვაქვს, იმიტომ რომ თავიდან ეს შოუ იყო მარტო დიმიტრიზე გაცვლილი. ოლივერს კაია. ყველის ოვერლოდია. ძალიან მაგარია, ყველის ოვერლოდია. ძალიან მაგარია. ესეთი არ მახსოვს მე ლაზანია. მაგრამ შეიძლება იმიტომ არ მახსოვს რომ ეს საუკეთესო ლაზანიაა. და მეტი მარილი აქვს რაღაცას. რაღაცას კი მგონი ხორცს. ხორცს რა. მარილს ვფრთხილდით, ანუ მეგობრებო. ბათაშორის მეგობრებო, ეს დიმიტრიმ გამოიგონა ესე ნიჭიერში წავიდა აფებს ხმასა. რუსებს ხელი საჭედებს და ესეც ესე გადაღუნა და ამასობაში ერთ რაღაც მინდა გითხრათ, რომ დრაგულს იმდენი ხანი მაკეთებით, რომ ცოტა დაგვაღამდა. ცვალებადი ფერები იქნება ბოდიში. დრაგულს რო გააკეთებთ ხოლმე, მარილი თავიდან არ მოაყაროთ, რადგან როცა დაედუსტება და დაიკლებს სითხე, უფრო კონცენტრირებული ხდება მარილი და ჯობია ხოლმე რომ ბოლოში მოაყაროთ მარილი გემოვნებით რა. და რაც შეეხება კიდე გამოვაცხობთ 15 წუთი აუცილებლად გააჩერეთ რომ კარგად დაჯდეს ლაზანია. ბოლო ჯამში ჩვენი საბუნი შეგვიფასებს როგორი იყო ლაზანია. კოკოლოსის მიატანკებს. მადლობა კოკოლოსო ჩვენი სპონსორია კიდევ ერთხელ. გავაძლევ საშუალებას რომ თქვენით შექმნათ ძალიან კარგი კონტენტი. და თავია რო არის საუკეთესო მისაყოლებელი. ყველაფერზე. აბსოლუტურად. კონკრეტ ეს ლაზანია იყო კარგი, შემდგარი, სრულფასოვანი, თავარი კერძი. ნუ იდეაში ადვილი მოსაზრებელია იდეაში. ეს დიდი დრო ჭირდება. ანუ რა გურჭირდება ძალიან დიდი დრო. დრო ჭირდება, რა ადვილი მოსაზრებელია. და ალბათ შენ წეთყოდი. და ზოგადად რაც შეიძლება მეტი დრო. ანუ ის ცხომის გატარება აღარ უნდა. ხო, და იყიდეთ. და მე ზოგადად მირჩევენ ნაყიდი პასტა, იმიტომ რომ ნაკლებად უფრო მეტად კარგი გადასამუშავებელია ჩვენი კუჭნაწლავისთვის. მე აღარ ვილაპარაკოთ, გააკეთეთ და გამოგზავნეთ ფოტოები თუ გააკეთებთ, აუცილებლად დავარეპოსტებ და გვემეგობრებთ Instagram-ზე და TikTok-ზე. გამოეწერეთ ჩვენი არხი და ლაიქეთ ვიდეო, გააზიარეთ, ზარიზღილაკიც გააქტიურეთ, თუ არ გამოგჩნდეთ შემდეგი არც ერთი ვიდეო. ერთად ავაშენოთ სუფრის კოზის პატარა სოფი. ბაი